ეს მოგესალმებით, მე განვაგრძობ საუბარს ძალიან საინტერესო ბრძოლაზე უმარ ნურმაგომედოვ მერაბ დვალიშვილი, რომელიც ჩატარდება უკვე 19 ნოემბერს. ასევე ამ კარტში იქნება მთავარი ბრძოლა, ეს იქნება არმან საროკიან versus ისლამ მახაჩევი. მაგრამ მე მინდა გადავერთო შერკინებაზე უმარ ნურმაგომედოვთან. იმ ხრით, რომ რამდენად მართალი არის, რომ უმარს მიცემს სატიტულო შანსი და დაპირისპირება ოქტაგონის გარეთ თუ ვინ არის ამ დაპირისპირებაში მართალი. ბოლო შეხვედრაზე, როდესაც უმარი ჯერ კიდე არ ქონდა ჩანიშნული ბრძოლა სატიტულოდ, მერაბი ესე ახასიათებს, რომ მოვიდა ძალიან თბილად შემხვდაო, მაგრამ მითხრა, რომ შენ უკვე ასაკში ხარ და გზა უნდა დაუთმო ახალგაზრდებსო. და ესე თქვა, რომ მე ვფიქრობ, ეგ პატივისცემა არ არისო, ესეთი საუბარიო. მე თავისთავად ვთხარი, რომ ჯერ კიდე ჩემი დრო არისო და მერაბის პოზიცია ესეთი არის, რომ ის არის ნამდვილი ჩემპიონი, მან დაიმსახურა ყოფნა ჩემპიონად, აჯობა და მოუგო საუკეთესოებს რეიტინგში და მე ამას აბსოლუტურად ვეთანხმები. ეს იყო პიოტრიანი, რომელთანაც პირადად მე ძალიან ნერვიულობდი თუ როგორ ჩაივლის ბრძოლა, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ, გადაუარა ყოველ ასპექტში, ჭიდაობაში, სტრაიკინგში, ფუნქციონალში. იყო საუბარი, რომ პიოტრიანს ჰქონდა ხელის ტრავმა მიღებული, მაგრამ ამას არ აქვს აზრი, რადგანაც როდესაც შენ ხარ პროფესიონალი და გამოდიხარ ოქტაგონში, არანაირი გამართლება უკვე აღარ შეიძლება. ამიტომ პიოტრიანს ძალიან მარტივად მოუგო, ასევე შანსი არ დაუტოვა უმელის, პოზიციურად, ფუნქციონალურად, ყველანაირად იყო უკეთესი. გენრი სეხუდოსთან გააკეთა ფანტასტიკური ბრძოლა, არავინ არ ელოდებოდა, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში ესე აგორავებდა ბავშვივით, ხელში აიყვანა რამოდენიმეჯერ გარბოდა სეხუდოთი ხელში. ეს ყველაფერი მერაბის 100%-ით აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თქვას, რომ ნამდვილი ჩემპიონი არის. რაც შეეხება უმარს, ვინც მოუგო უმარმა და რატომ დაიმსახურა UFC-ს შეხედვით UFC-ს ხედვით ეს ბრძოლა. უმარ ნურმაგომედოვმა მოუგო კორი სენდჰაგენს, ეს იყო ძალიან რთული ბრძოლა. კორი სენდჰაგენი არის ძალიან მაგარი მებრძოლი, სტრაიკერი. აქვს რამოდენიმეჯერ ანაღები ბონუსი, როგორც საუკეთესო ღამის ბრძოლა. ამიტომ ეს იყო ძალიან კონკურენტული ბრძოლა, სადაც უმარ ნურმაგომედოვმა დგომშიც, ჩვენ ვიცით, რომ კარგი ტაილანდური კრივის ბაზა აქვს უმარს და ასევე ბევრჯერ ცდილობდა გადაყვანებს და ყოველი მეორე გადაყვანა იყო დადებითად სრულდებოდა, ანუ გადაყავდა და ყოველივე ასპექტში ასევე უმარმა აჯობა. ფუნქციონალურად ორივე მებრძოლს შეეწყო გვიან რაუნდებში დაღლილობა, მაგრამ ამ ასპექტში ალბათ ისევე უმარმა გაიმარჯვა და საჯების გადაწყვეტილებით გახდა ამ ბრძოლაში გამარჯვებული, ის შემდეგაც მიიღო სატიტულო ბრძოლა მერაბთან. მაგრამ ვინ იყო კორი სენდჰაგენამდე? კორი სენდჰაგენამდე უმარმა მოუგო კაზახსტანელ მებრძოლეს ბენზატ ალახმანს, ასევე მოუგო რანი ბარსელოს, ნეიტ მანეს და ბრაინ კელეხერს. ეს არის ყველა მებრძოლეები ტოპ 15 და ტოპ 10. და პრინციპში ეს სახელები ალბათ თუ ჩვენ ღრმად არ ვერკვევით ამ წონის რეიტინგში, არაფერს არ გვაძლევს. ალბათ ნაწილობრივად მე შემიძლია დავეთანხმო იმას, რომ ისე დალაგდა, რომ იანს არ შეხვდა, ომელის არ შეხვდა, იგივე სეხუდოს რატომღაც არ შეხვდა. რატომღაც თუ გვარის გამო, ეგ უკვე სხვა საკითხი არის. ჩემი აზრით 100%-ით ნურმაგომედოვის გვარი დაეხმარა უმარს 100%-ით, მაგრამ ასევე არ მინდა რომ გამოვრიცხო ის ფაქტი, რომ რეალურად სპორტული მხარე ძალიან ძლიერი აქვს. ჩემი აზრით, რომ გავაკეთოთ საბოლოო გადაწყვეტილება თუ რამდენად დამსახურებული არის სატიტულო შანსი, რომელიც მიეცა უმარს, მინდა ვისაუბრო იმ მებრძოლეების ჩამონათვალზე, რომელსაც არ შეხვდა უმარი, სანამ მიიღებდა სატიტულო შანსს. ეს არის იან პიოტრიანი, ეს არის შონ ომელი, ეს არის გენრი სეხუდო, ეს არის ფიგერედო, ეს არის მარლონ ვერა. ჩემთვის საინტერესო არის უბრალოდ რომ ვკითხო UFC-ს
ვინც ადგენს რეიტინგებს. ამ მებრძოლებს არც ერთ რატო არ შეხვდა. როდესაც ეს მებრძოლები შედის ტოპ 5-ში და ტოპ 7-ში საუკეთესოების ამ წონის. რატომ არ შეხვდა? ამიტომ ამ საკითხში არის ბევრი ღია კითხვა, რომელიც რჩება. რომ დავიჭირო უმარის მხარე, შემიძლია ვთქვა, რომ თავისთავად ომელის ვერ შეხვდებოდა, რადგანაც ომელის შეხვდა მერაბი. პიოტრიანს ჰქონდა ხანგრძლივი ტრავმა, ამიტომ არ შეეძლო ეს შეხვედრა რომ ყოფილიყო. მაგრამ აი დანარჩენ ფიგერარდოზე, მარლონ ვერაზე და სეხუდოზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. სეხუდომ გვიან გადაწყვიტა გადასვლა ამ წონაში და შეხვდა ეგრევე მერაბს, სადაც დამარცხდა. მოდით ესე ვთქვათ, ყველაზე ობიექტური და სწორი იქნებოდა კიდევ რო ჩაეტარებია უმარ ნურმაგომედოვს ერთი ბრძოლა, მერაბის დაეცვა ტიტული. ამის შემდეგ რომ ყოფილიყო უმარის ბრძოლა მერაბისთან. ეს იქნებოდა მაქსიმალურად ობიექტური ამ მდგომარეობაში. რაც შეეხება ბრძოლას. ბრძოლის შესახებ თუ საუბარი გვაქვს ობიექტურ საჯობაზე, არის ესეთი წესი. თუ ბრძოლა ჩემპიონს და პრეტენდენტის შორის არის თანაბარი, კამარი რჩება ჩემპიონთან. რადგანაც პრეტენდენტმა უნდა დაიმსახუროს და გააკეთოს უფრო მეტი, იმიტომ რომ ის იმან უნდა მოიპოვოს და ამოცანა კამრის ჩემპიონის არის ტიტულის დაცვა. ამიტომ თუ ქულები არის ერთნაირი, მაშინ გამარჯვებას აძლევენ ჩემპიონს, მოქმედ ჩემპიონს. ეს ხდება ყველა ორგანიზაციებში, ეს არის, მოდით ესე ვთქვათ, არაოფიციალური კანონი, როგორც ლაგდება შერეული ორთაბრძოლები. მაგრამ ამ საკითხში ასევე შეუძლია თავისი სიტყვა თქვას ხაბიბ ნურმაგომედოვმა, რომელსაც აქვს გავლენა მთლიანად UFC-ის ორგანიზაციაზე და პრინციპში მსოფლიოში ძალიან გავლენიანი პიროვნება გახდა. ამიტომ თუ როგორ დასრულდება, როდესაც იქნება რომ მოხდეს რომ დასრულდეს თანაბრად შეხვედრა, ალბათ მაინც ობიექტურობისკენ გადავიწეოდი და ვიტყოდი რომ მიცემენ და დავტოვებენ კამარს მერაბს. მე რატომღაც მგონია, აი ამდენი ანალიზის უკვე რიგით მესამე ვიდეო, სადაც მე ვსაუბრობ ამ ბრძოლაზე, მე რატომღაც მგონია რომ ზუსტად ესე დასრულდება და მე მინდა რომ კამარი დარჩეს მერაბისთან. ჩემ განხილვებში აუცილებლად გაითვალისწინეთ ის მომენტი, რომ ჩემი ანალიზი ბრძოლის და ჩემი სურვილები ძალიან ხშირად განსხვავდება. მე თავისთავად მინდა რომ მერაბიმ გაიმარჯვოს ნოკაუტით და რა ვიცი მუხლით ნოკაუტით ნახტომში, მაგრამ ანალიზი და ჩემი გამოცდილება როგორც მებრძოლის და როგორც ანალიტიკის მაინც განსხვავდება. ჩვენ ვისაუბრებთ ძლიერ მხარეებზე უმარის, ეს არის ტაილანდური კრივი, ეს არის მახრჩობელა, რომელსაც rear naked choke, რომელსაც იდეალურად აკეთებს და ეს არის 18 გამარჯვება და 0 მარცხი, რომელიც უმარს აქვს. მოდით გავაკეთოთ ანალიზი ამ ბრძოლების. 18 გამარჯვება, აქედან 2 ნოკაუტით, 7 საბმიშენით, თანაც ეს 7-დან 6 არის rear naked choke-ით, ანუ მახრჩობელა უკნიდან, ეს არის საფირმო საბმიშენი უმარის და ძალიან ფრთხილად უნდა იყოს მერაბი და ეს არის 9 გადაწყვეტილებით, რომელიც მოიგო უმარმა. სტილი, რომელსაც აჩვენებს მერაბი, ეს არის აგრესიული, ეს არის პრესინგი, ეს არის თითქმის 90% დასრულება საჯიბის გადაწყვეტილებით. საინტერესო იქნება უბრალოდ აი ეს არის ისეთი ბრძოლა, სადაც თითქმის შეუძლებელია რომ თქვა რომ ეს დასრულდება აი ესე. შეუძლებელია. მე მიყვარს ზუსტი პროგნოზების გაკეთება. ძალიან ხშირად ვარ ზუსტი ამ პროგნოზებში, მაგრამ ამ ბრძოლაში რატომღაც მახსენებს ბრძოლას პიოტრიანთან, როდესაც ერთი მხარე ამბობდა რომ იან გადაულის, მეორე მხარე ამბობდა რომ მერაბი მოუგებს ჭიდაობით, მაგრამ დასრულდა აბსოლუტურად სხვანაირად, როდესაც მერაბმა გადაუარა ყველა ასპექტში და პირველ რიგში ფიზიკურად ვერ იგრძნო პიოტრიანი. ჩემი აზრით ეს ბრძოლა იმით გავს, რომ ჩვენ ვარაუდობთ ახლა, მაგრამ აბსოლუტურად სხვანაირად განვითარდება. და თუ როგორ განვითარდება, დაწერეთ კომენტარებში, ვინც იქნება ყველაზე ახლოს, დაწერეთ რომელ რაუნდში ეს იქნება საბმიშენით, ეს იქნება ნოკაუტით, ეს იქნება გადაწყვეტილებით და ვინც ყველაზე სწორ პროგნოზს დაწერს, ჩემგან საჩუქრად ხელთათმანები.
ეს იყო Iron Lash-ას სპორტული პოდკასტი. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და მალე გელოდებათ კიდევ ბევრი სიახლე.